რამდენი ისტორიული ამბავია, რომელიც ან არ ვიცით, ან ვიცით და გვეშინია სიმართლის თქმის. ერთ-ერთი ასეთი ისტორიული ამბავი, რომელიც ახლახან გავიგეთ, ეხება ვახტანგ გორგასლის შვილს, მეფე დარჩილს, იგივე დაჩის. მეფე დარჩილი იგივე დაჩი, თურმე მაზდეან ირანელებს უწამებიათ ქრისტიანობის გამო. ეს ყველაფერი კი რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. აი ესეთი ამბებით არის დახუნძლული ჩვენი ისტორია. ჩვენ მაგალითად გონია რომ ქართლის ცხოვრება არის 100%-ით სიმართლე. არა მეგობრებო, 50%-ითაც არ არის სიმართლე. ჩემთვის მაგალითად მისაბაძი მეფე არის გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც გამეფებიდან მალევე დაიბარა წიგნობრები და ჟამთა აღწერლები და უთხრა ასეთი რაღაცა. თავებს გაუფრთხილდით და წერეთ სიმართლე. აი ასე ხდებოდა. ზოგ მეფეს ერჩივნა ლამაზი ტყუილი, მაგრამ გიორგი ბრწყინვალეს ერჩივნა წარე სიმართლე. რაც შეეხება ქართლის ცხოვრებას, ქართლის ცხოვრების უდიდესი ნაწილი არის ტყუილი. მოდი ვაღიაროთ. ისევე როგორც ბერძენი, რომაელი, სომეხი, არაბი თუ სხვა ისტორიკოსები წერდნენ ტყუილებს. არანაირი ქართლოსი, ეგროსი, ჰაოსი, მოვაკანოსი, რა ვიცი, კავკასოსი არ არსებობს მონებაში. ყველა სხვადასხვა გენეტიკური კოდი აქვს. სომეხს ერთ-ერთი ბეკოდი აქვს, ქართველს ჯი და ელი აქვს, რა ვიცი, ჩრდილოკავკასიელებს, დაღესტნელებს, მაგალითად ავარებს ჯი1 კოდი აქვს. როგორ შეიძლება სამ ძმას სხვადასხვა კოდი ქონდეს? ან 4 ძმას. ესეც ტყუილია. ქართლის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქართლოსი არის თითქოს თარგამოსის ძე. თარგამოსი იგივე თოგარმა ატარებდა C გენეტიკურ კოდს. იყო გომერის შვილი. თუბალი და მესიახიშვილი არ იყო და ძალიან მარტივი რაღაცაა. თარგამოს იგივე თოგარმას მთელი ცენტრალური აზია თუ მონღოლეთი თავის წინაპრად მიიჩნევს. ხო, C გენეტიკური კოდი არის ყაზახეთში, მონღოლეთში. რა უნდოდა თარგამოს საქართველოში? ხო, აბსურდია. ისტორიის სახელმძღვანელოებში ნუ ეძებ თქვენ სიმართლეს. ისტორიის სახელმძღვანელოებში წერია ქება და დიდება იმ მეფეების თუ იმ ქვეყნების, საიდანაც არის ესა თუ ის ისტორიკოსი. ბერძნებს დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე ქსერქსემდე ფეხი არ დაუდგამთ. ისინი არიან სპარსელები. ამას გენეტიკა ადასტურებს. ასევე ტყუილია ის, რომ თითქოს პონტოელი ბერძნები არიან ბერძნები. პონტოელი ბერძნები არიან უმეტესად ქართველები. უფრო კონკრეტულად კი მესხები და კოლხები. არანაირი კავშირი არ აქვს პონტოელ ბერძნებს ბერძნებთან. მორიგი ტყუილი არის, რომ აქილევსი იყო თითქოს ბერძენი. ჩემი ვერსიით აქილევსი საერთოდ თეთრკანიანი ქერაკი არ იყო, იყო შავკანიანი 3 მეტრის სიმაღლის. აფრიკელი გაგიკვირდებათ და ბუდა იყო შავკანიანი და გიგანტი. ნეფილიმების ერთ-ერთი ხაზი იყო. ქამის ვაჟი ქანაანის შთამომავალი იყო. თუ დაკვირვები ხართ ბუდას ქანდაკებას, დააკვირდებით, რომ აფრიკული თმის მოყვანილობა აქვს. აფრიკული. რაც მთავარია, ბუდას ქანდაკებები ყოველთვის არის გოლიათური. ქამის ხაზია ჩინელები, რომელიც შემდგომში იაფეტის ხაზში აირევა და მიიღებს წვრილ-თვალებს. სინამდვილეში ჩინელების წინაპრები არიან შავკანიანები. ზღვის ხალხი სად არისო, ასევე იყო კითხვა და ზღვის ხალხი დღეს არიან ტონგელები, ფიჯელები, მაორის ხალხი, სამუელები და ასე შემდეგ. მელანეზია პოლინეზიაში არიან. უსმენთ ხალხს, რომელიც უაზრობებს გიმტკიცებთ. ზეზუა და ბზია იყვნენ მაიმუნები. არ მეტყველებდნენ, ვერ მეტყველებდნენ. მაიმუნების ერთ-ერთი სახეობა იყო, რომელიც გადაშენდა და რომელიც უფრო გავდა ადამიანს. რაც შეეხება დინოზავრებს, ხალხო, ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში რო გაშინებენ, რომ აი დინოზავრი ესეთია, დაბაჯბაჯებს. დინოზავრი ჩვეულებრივი ფრინველივით იყო. ბუმბული ქონდა გარედან. დღევანდელი მეცნიერების დასკვნითაც ეგ რეალობაა. ანუ დინოზავრი დაგვიხატეს ჩვენ თითქოს ბუმბულის გარეშე იყო და რაღაცა დადის და ჭამს ყველაფერს. არ იყო ეგრე. ბუმბული ქონდა დინოზავრს გარედან და ჩვეულებრივი ფრინველის სახეობა იყო. რა ვიცი, ქათამიც და ინდაურიც ხშირ შემთხვევაში ხორცინმჭამელია. ჭამს, რა ვიცი, ჭიებს ჭამს და ასე შემდეგ. სოფლიო პატრიარქი ტყვედრო არ აეყვანათ რუსებს. დღემდე არ ექნებოდა დავტოკეფალია, რომელიც პეტრე პირველმა გაუუქმა და სახელმწიფოს დაუქვემდებარა ეკლესია. ესეც საინტერესო ისტორიული მოვლენაა.